გამორჩეული, შინაგანი თუ გარეგნული მომხიბლელობის, განსაკუთრებული იუმორის მქონე. ადამიანი, რომელმაც მთელი მისი შეგნებული ცხოვრება ექიმ-სტომატოლოგთა პროფესიულ განათლებასა და მომავალი თაობების აღზრდა შეალია. ექიმი-სტომატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი ლია ჭელიძე 70 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მზრუნველობით და განსაკუთრებული ყურადღებით გამოირჩეოდა ახალგაზრდების მიმართ. პროფესიული განვითარება მისთვის მუდმივი პროცესი იყო. თანამედროვე მეთოდებისა და ტექნოლოგიების დანერგვა, კვალიფიკაციის ამაღლება და გამოცდილების გაზიარება ლია ჭელიძის ყოველდღიურ საქმიანობას წარმოადგენდა. თინა ბარამიძეს მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებდა ლია ჭელიძესთან. ეს იყო ნდობაზე, მხარდაჭერასა და ერთმანეთისადმი გულწრფელ დამოკიდებულებაზე დაფუძნებული მეგობრობა, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელდა. ეს არის სიცოცხლის საინტერესო და იშვიათი შემთხვევა, როდესაც მეგობრობა იწყება სკოლის პირველი ასაკიდან. და ამითია ძალიან საინტერესო ჩვენი მეგობრობა. ეს იყო სიცოცხლის სავსე, გამჭრიახი, ყოველთვის ყურადღების ცენტრში, კეთილი, უამრავი კაი თვისებები ჰქონდა მას. გამოჩენილი პიროვნებები აღნიშნავენ, რომ ყველაზე მთავარი ჩვენ სიცოცხლეში ყოფილა ადამიანებთან ურთიერთობა. ძალიან რთული ყოფილა, იმიტომ რომ ყველა ადამიანს აქვს თავისი ხასიათი, თავისი ასტროლოგიური მონაცემები და ეს იმდენად იყო ლიაში, ძვალსა და რბილში გამჭდარი, რომ ადამიანებთან ურთიერთობა ჰქონდა მას აყვანილი უმაღლეს ხარისხში. მის დამახასიათებელ თვისებად ითვლება ბიბლიაში ცნობილი მიმართულება და გამონათქვამი, სიკეთე და სიყვარული. სადაც არ უნდა ყოფილიყო ის, ყველგან სთესავდა სიკეთეს, სიყვარულს. ძალიან ბევრი მოგონება დამრჩა მე ლიაზე, იმიტომ რომ ვინც ერთხელ მაინც შეხებია მას, არ შეიძლება დაავიწყდეს ეს შეხვედრები. იგი ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყო, ყოველთვის გამოირჩეოდა ყველასაგან, ყოველთვის იპყრობდა თავის ყურადღებას გამჭრიახობით, იუმორის გრძნობით და ყველას უყვარდა. და მეთანხმებით, რომ აი ამდენი კაი თვისებების მქონე პიროვნებები იშვიათად მოიძებნებიან. და მე მქონდა ბედნიერება მასთან ხშირი შეხვედრის, ურთიერთობის. იზიარებდნენ ერთმანეთის წარმატებას, ისევე როგორც ცხოვრების რთულ პერიოდებს. ქალბატონი თინა ამბობს, რომ ეს იყო მეგობრობა, რომელიც ადამიანურ ღირებულებებს, ერთგულებას და პატივისცემას აერთიანებდა. ახლა წარსულში მასზე საუბარი უჭირს. წარსულზე, რომელიც არაერთ მოგონებას ინახავს. ბოლო წლებში ის იყო სამედიცინო უნივერსიტეტის უხუცესთა საბჭოს წევრი და წარმოიდგინეთ, რომ გაკვირვებას იწვევდა თურმე ამ საბჭოში რითი. მიდიოდა თავისი მიერ წარმოებული ლიკიორით და დელიკატესებით. ასეთი რამე ხომ იშვიათია, ესე იგი ოფიციალურ შეხვედრაზე უნივერსიტეტის რექტორთან მიდიოდა აი ამ ტკბილეულით და ყველაში იწვევდა გაკვირვებას და ძალაუნებურად, რადგან მოგწონდათ მისი ეს თვისება, თვითონაც ამკვიდრებით, თვითონაც იმკვიდრებდა ეს თვისებები ჩვენში თავს. არასდროს არ წავიდოდა ამ ხანაგის გარეშე დასასვენებლად. მე პირადად ვიყავი მასთან ერთად საირმეში, ვიყავი კისლავუტში, მინერალურ წყლებს რო ეძახიან. ყველასთან მეგობრობდა, მე ამ მეგობრობას აგრძელებდა ამ ურთიერთობას და ბევრი კარგი საერთო მეგობრები შევიძინეთ.
სამედიცინო სფეროში წარმატება მხოლოდ ცოდნასა და გამოცდილებაზე არ არის დამოკიდებული. მას გარკვეულად ის ურთიერთობები განსაზღვრავს, რომელიც პროფესიულ გზაზე ყალიბდება. ზურაბ ბორჯონიკიძესა და ლია ჭელიძის მეგობრობა აერთიანებდა პროფესიონალიზმს, სამედიცინო განათლების განვითარებასა და ახალგაზრდა კადრების ხელშეწყობას. ქალბატონი ლიანა ძალიან დიდი იყო სტომატოლოგიაში, მას უზარმაზარი ავტორიტეტი ჰქონდა, მათ შორის გარეთ ყველაზე დიდი სტომატოლოგიაში იყო ასეთი რიბაკოვის საკავშირო აკადემიის აკადემიკოსი იყო და უზარმაზარ პატივსაცემლად ქალბატონ ლიას. ფანტასტიკური ქალბატონი, მას მე შევწყვიტი ზუსტად 50 წლის წინ 1976 წლის სექტემბრის დასაწყისში პირველ კურსელების შეხვედრაზე და განუმეორე შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე ქალბატონმა ლიამ და ქალბატონმა თამარ დეკანოსიძემ და შემდგომ რომ ვაკვირდები მე ამ უნივერსიტეტში ვარ იმის მერე სულ 50 წელია უკვე როგორც გითხარით ეს ორი ქალბატონი უნივერსიტეტისთვის არის რა ვიცი ძალიან დიდი ფენაძენი თუ რა ვიცი როგორ თქვა არც კი ვიცი სამწუხაროდ ლია ქალბატონი ლია მე სხვა უნივერსიტეტში გადავიდა ექიმთა დახელოვნება ერქვა და მე ბოლოს ისევ დაბრუნდა სამედიცინო უნივერსიტეტში და მან ჩემზე როგორც პიროვნებაზე როგორც ექიმზე წარსულის შთაბეჭდილება დატოვა ის იყო უაღრესად კეთილი ქალბატონი ძალიან დიდი ერუდიციის ის ესეთი ცნობილი ოჯახიდან იყო ისი და მისი მეუღლეც ისინი იყვნენ მასპინძლები ყველასი საქართველოში მაშინ საბჭოთა კავშირი იყო და საკავშირო აკადემია იყო თუ მინისტრი ჩაზოვი თბილისში ჩამოდა მათთან მიდიოდა სტუმრად და ლია ნიკოლაევნას შეიძლება ბევრი რამის გაკეთება მისი ერთი სიტყვა ერთი ზარი ბევრ რამეს სყვეტდა და მათ შორის ჩემ ბევრ კოლეგას სხვათა შორის ჩემ ბევრ კოლეგას დაეხმარა მათ შორის საოგარეთაც როდესაც ისინი იქ მიდიოდნენ და სწავლობდნენ დისერტაციებს აკეთებდნენ მისი ინიციატივით დავმეგობრდით მე და მერაბ დვალი მისი ვაჟკაცი რომელიც შესანიშნავი პიროვნება რწკინვალე პროფესორია და მიუხედავად ცოტა სხვაობისა ჩვენ დღემდე მეგობრობთ და არ გავაკვირა რომ ერთმანეთი არ მოვიკითხოთ ბედნიერი ვარ და მიხარ რომ ესეთი ადამიანი შემოხვდა ცხოვრება მე ბევრი რამე ვისწავლე მისგან ადამიანური სითბო, გულწრფელობა და განსაკუთრებული ქარიზმა კიდევ უფრო განსხვავებულს ხდიდა ლია ჭელიძესთან ურთიერთობას. მასთან მეგობრობა კი ერთი დიდი დღესასწაული იყო. და აქ ამ ოთახში ვზივარ, უნივერსიტეტის კანცლერი ვარ, ჩემი დაბადების დღეა. უცბად იღება კარები, შემოდის ლია ნიკოლაევნა, ხელში უჭირავს ტორტის სანთლები და ყვავილები. ეხლა როდესაც მოწაფე მიდის თავის მასწავლებელთან ეს არა, როდესაც ის მოდის შენთან ბევრით უფროსი, ეს ჩემთვის დავიწყარი დღეებია და ის ფოტოებიც მაქვს. და ის დღემდე მახსოვს აი მისი ესეთი ქცევა, მომეფერა, მომილოცა, დამლოცა, მას სანამ შეეძლო ტელეფონზე ეპასუხა ყოველთვის ურეკავდი და მე მერაბის საშუალებით ჰქონდა კონტაქტი და კომუნიკაცია მისი ცხოვრების ბოლო დღეებამდე. მე სულ საქმის კურსში ვიყავი მისი ჯანმრთელობის და მის შესახებ. მისი ღიმილი და მის მიერ გაკეთებული საქმეები სამუდამოდ დარჩება მეხსიერებას როგორც მეგობრობის, სიყვარულისა და პროფესიონალიზმის მაგალითი. ლია ჭელიძე, ქალი, რომელმაც განსაკუთრებული კვალი დატოვა სამედიცინო სფეროს განვითარებასა და სამედიცინო საზოგადოებაში. ადამიანი უნდა იყოს ანთებული გულით და აღტაცებული სულით. აი ესეთი იყო ჩემი უსაყვარლესი ადამიანის რომელმაც ბევრი კაი თვისებები დაამკვიდრა ჩვენთვის ძალიან გვაკლია არა მარტო მე საქართველოს